გამომძიებელი ჟურნალისტები უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებენ. YouTube-ზე გამოქვეყნებულ 94 წამიან ჩანაწერში, რომელიც პლატფორმა Insider-მა გაასაჯაროვა ლავროვის სიარტოს რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის დისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას თხოვს. ალიშერის თხოვნით კი რეკავ მან თხოვა შეგახსენა, რომ მისი დის საკითხზე რაღაცას აკეთებდი უთხრა ლავროვმა სიარტოს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი უპასუხა, მისი სიიდან ამოღების შესახებ სლოვაკებთან ერთად ევროკავშირში წინადადებას შევიდანთ. ჩანაწერი იმ ფონზე გამოქვეყნდა, როცა სიარტოს სკანდალშია გახვეული ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ცნობების გამო. გამოცემის თანახმად, იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრების ეს კრემლს კონფიდენციალურ ინფორმაციას უზიარებდა. სკანდალმა მაშინ იფეთქა, როცა უნგრეთი 12 აპრილს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამ არჩევნებში კი უცხო ძალების შარევა და მთავრობის მჭიდრო კავშირები მოსკოვთან ძალიან აქტუალური საკითხებია. სიარტო საკუთარ ქმედებებს ამართლებს და ამბობს, რომ ევროკავშირის შეხვედრებამდე და მათ შემდეგ რუს კოლეგასთან საუბარი დიპლომატიური პრაქტიკის ნაწილია და რომ იგი სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებსაც ესაუბრება. სიარტოსა და ლავროვის საუბარი 2024 წლის 30 აგვისტოს უცნობმა პირებმა ჩაწერეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში დაბრუნდა. სიარტომ ლავროვს უთხრა, რომ უსმანოვის დის გულბაჰარ ისმაილოვას სანქციების სიიდან ამოღების წინადადებას შემდეგ კვირაში წარადგენდა. როცა გადახედვის პერიოდი დაიწყება, ეს დღის წესრიგის ნაწილი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიიდან ამოვიღოთ, თქვა მან. ევროკავშირის წესების მიხედვით სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ ბლოკის წევრი სახელმწიფოების ერთწლოვანი გადაწყვეტილებით უნდა განახლდეს. გულბაჰარ ისმაილოვა, ასევე რუსი ბიზნესმენი ვიაჩესლავ მოშე კანტორი და სპორტის მინისტრი მიხაილ დექტიაროვი 2025 წლის მარტში ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს. ევროკავშირმა რუსეთთან პოლიტიკური კავშირები 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაწყვიტა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა უარი თქვენ რუსულ წიაღისეულ საზღვარზე. უნგრეთი და სლოვაკეთი მაღალი დონის რუს ოფიციალურ პირებთან კონტაქტებს კვლავ ინარჩუნებენ და არც რუსულ ენერგორესურსებზე ამბობენ უარს. სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სიარტომ უცხოურ სადაზვერვო სამსახურებს მისი ტელეფონის მოსმენაში დასდო ბრალი. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოური პრეს სამსახურები უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით ჩემს სატელეფონო საუბრებს ისმენენ. დღეს მათ კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა გააკეთეს და ამტკიცეს, რომ ტელეფონშიც იმას ვამბობ, რასაც საჯაროდ. კარგად გიმუშავიათ, დაწერა მან სოციალურ ქსელში.